თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი არის ერთ-ერთი იმ 5 ორგანიზაციიდან თუ საქველმოქმედო ფონდიდან, რომელიც 17 მარტის პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზე დააყადაღეს მათი საბანკო ანგარიშები და ამ საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები. თავის მხრივ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი არის ადამიანის უფლებათა სახლების გლობალური ქსელის წევრი ორგანიზაცია, რომელიც უკვე არაერთი წელია მოქმედებს საქართველოში და ეწევა როგორც საქველმოქმედო საქმიანობას, ასევე უფლებადამცველ ორგანიზაციას არის წარმოდგენილი და ეხმარება მათ შორის საპროტესტო აქციებისას დაზარალებულ მოქალაქეებს, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თვალსაზრისით, ისევე სისხლის სამართლებრივი დარღვევის თვალსაზრისით. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომელიც პროკურატურამ 17 მარტს მიიღო და შეფასებებს, რომელიც მოყვა თავად უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მათი წევრი ორგანიზაციების საქმიანობა უკვე 25 წელს ითვლის და სამი ხელისუფლების მმართველობისას ისინი მათ არაერთ პირს გაუწიეს სამართლებრივი დახმარება და დაიცვეს არაერთი მოქალაქის ინტერესი ამ წლების განმავლობაში, თუმცა განსაკუთრებული პრობლემები მათ სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობის პერიოდში შეექმნათ, როგორც ისინი განმარტავენ, ასევე ისინი მიუთითებენ, რომ კონკრეტულად დონორული საქმიანობა მათ დაიწყეს 2024 წლის გაზაფხულზე, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის ხელახლა ინიციირების პერიოდში, როდესაც ასევე არაერთი პირი დააკავეს, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და განსაკუთრებით მათი საქმიანობა გააქტიურდა უკვე 2024 წლის 28 ნოემბრის საპროტესტო აქციების დაწყების შემდგომ, როდესაც ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით პარლამენტში მიიღო არაერთი ისეთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უფლებადამცველებისა და იურისტების შეფასებით არის რეპრესიული და 5000 ლარიანი ჯარიმის დაკისრება არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი სამართალდარღვევა, რომელიც არაერთ პირს დაეკისრა უკანასკნელი თვეების განმავლობაში. გუშინ მაგალითად 19 მარტს ცნობილი გახდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშიდან, რომ 2 მილიონ ლარს აღწევს უკვე ამ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა. შესაბამისად, უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის და კონკრეტულად თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისთვის უცნობია და გაურკვეველია, რატომ გახდა მათი დონორული და საქველმოქმედო საქმიანობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისა და გამოძიების დაწყების საფუძველი პროკურატურის მიერ. მათი განმარტებით საქართველოს კანონმდებლობის არც ერთი მუხლი, არც ერთი ჩანაწერი და არც ერთი ნაწილი არ მოიცავს და არ გულისხმობს აკრძალვას საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და მათ არ ისმით, რატომ დაიწყო უბრალოდ მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საქველმოქმედო საქმიანობის გამო. ისინი არ გამორიცხავენ მათ შორის მიმართონ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსაც, თუმცა მანამდე გეგმავენ, რომ მიმართონ საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რათა მათ გააუქმონ თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 მარტის განჩინება. ეს არის ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმის კიდევ ერთი მიზანმიმართული შეტევა უფლებადაცვით ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებზე, რაც აშკარად წარმოადგენს ქვეყანაში უფლებადაცვითი საქმიანობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვის მცდელობას. უფლებადაცვითი ორგანიზაციის მხრიდან ჯარიმების გადახდას ჩვენს მივიჩნევთ როგორც სოლიდარობის გამოხატულებას. თანადგომა, ადამიანების გვერდში დგომა, სოლიდარობა და ადამიანების სიღარიბისგან დაცვა არის ქართული კულტურის და ტრადიციის განუყოფელი ნაწილი და ამაზე ვდგევართ ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქეები. ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირებისთვის ჯარიმების გადასახდელად თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა შემოწირულობის შეგროვება დაიწყო რუსული კანონის ინიციირების პროცესში, მაშინ, როდესაც მშვიდობიან მანიფესტანტებს არაპროპორციულ და არალეგიტიმურ ადმინისტრაციულ ჯარიმებს უწესებდა ოცნების მთავრობა. დღეისთვის ადამიანის უფლებათა სახლს დაფარული აქვს 853,747 ლარის ოდენობის 365 ადმინისტრაციული ჯარიმა. რეალურად ადამიანის უფლებათა სახლის დაყადაღებით ხელს გვიშლიან მოსახლეობას, ხალხს, ადამიანებს, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. ჯარიმების პირდაპირ წესით ბიუჯეტში გადახდა, რომელიც იყო სრულიად გამჭვირვალე და ზედ საშემოსავლო გადასახადსაც კი ვიხდიდით, იყო გზა ადამიანების სიღარიბისგან ხსნისა. ჩვენ მოგმართავდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნდათ სახსრები, რომ ეს უსამართლო და უკანონო ჯარიმები თავისით გადაეხადათ. ანუ რეალურად ამ ფონდების შეჩერებით სახელმწიფო ცდილობს, რომ უფრო მეტი ადამიანი გააღარიბოს, წაართვას მათ ქონება
და რა თქმა უნდა ჩვენ ვართ იმ კულტურის წარმომადგენლები, სადაც ადამიანებმა იციან ერთმანეთის დახმარება. ზოგადად სისხლისამართლის საპროცესო სამართალი ყადაღის გამოყენების სამ შემთხვევას იცნობს. ერთი ყადაღა შეიძლება დაედოს ბრალდებულის ქონებას ან მასთან დაკავშირებული პირების ქონებას და ამ შემთხვევაში არც ერთი ეს ორგანიზაცია და ფონდი, მათ შორის ადამიანის უფლებათა სახლი არ არის ბრალდებულის სტატუსის წარმოდგენელი ამ საქმეში. მეორე შესაბამისად ამ ნაწილში დაუსაბუთებელია. მეორე შემთხვევა, როცა შეიძლება დაედოს ყადაღა ქონებას ან საბანკო ანგარიშებს, ეს არის როდესაც ამ ქონების მიმართ არის ჩადენილი დანაშაული და არც ეს არ არის დასაბუთებული, ანუ არ ჩანს ამ განჩინებაში რატო არის ამ ქონების მიმართ ჩადენილი ან ამ საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის მიმართ ჩადენილი დანაშაული და მესამე უნდა დაასაბუთოს პროკურატურამ, რომ ეს ქონება არის მოპოვებული უკანონოდ. 17 მარტს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც 5 არასამთავრობო ორგანიზაციის და საქველმოქმედო ფონდის საბანკო ანგარიშები და მათზე განთავსებული თანხები არის დაყადაღებული. მიზეზი კი გახდა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს, აი ამ ორგანიზაციის ლიდერების ვატოშა ქარაშვილისა და ნანა კაკაბაძის მიმართვა, რომელიც მიხედვითაც მათ 2025 წლის 8 თებერვალს მიმართეს საქართველოს პროკურატურას და საქმე დაიწყო საბოტაჟის მუხლით. ორგანიზაციები განმარტავენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ იქცა ქველმოქმედება და რატომ კვალიფიცირდა მათი საქველმოქმედო და სოლიდარული საქმიანობა საბოტაჟად. ისინი ასევე აცხადებენ, რომ განჩინება მათ მხოლოდ გუშინ და დღეს ჩაბარდათ. საბოლოოდ 5-ვე ორგანიზაციას აქვს ჩაბარებული პროკურატურის განჩინება, მათ შორის ორგანიზაცია სირცხვილიას, რომელიც აცხადებს, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან მათი ფუნქციონირება იურიდულად არის შეწყვეტილი. დაყადაღებულ ფონდებს და საბანკო ანგარიშებს შორის არის ისეთი ორგანიზაციები და ფონდები, რომლებიც მათ შორის ეხმარებოდნენ არა მხოლოდ საპროტესტო აქციებისას დაკავებულ და დაზარალებულ მოქალაქეებს და მათ ოჯახებს, არამედ 2025 წლის თებერვალში დასავლეთ საქართველოში სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს, როდესაც ისინი აცხადებდნენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათ არასათანადო ყურადღება ექცეოდათ, როგორც გურიაში, ისევე სამეგრელოში, აჭარასა და იმერეთის რეგიონში. 12 თვიანი ყადაღა არის დაწესებული აი ამ ორგანიზაციებზე და მათ საბანკო ანგარიშებზე და ისინი, როგორც უკვე მოისმინეთ, გეგმავენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართონ, მოგვიანებით კი იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი საჩივარი და არ შეწყვიტა საქალაქო სასამართლოსა და პროკურატურის გადაწყვეტილება, არ გაუქმეს გადაწყვეტილება, ისინი გეგმავენ, რომ საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებსაც მიმართონ.